მომავალში წავიდეთ და არ ჩავარდეთ შუა საუკუნეების უსკულში, სადაც მიგვექაჩება ეს განუვითარებელი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ჭორვილ პუტინში ტრისგან გამოგზავნილი დესანტის მეთაური. და ის რომ ჩვენ გვემუქრება შუა საუკუნეების ჯურგულები და შესაძლოა იქაც ვართ უკვე ამ წუთში, კიდევ ერთი მტკიცება, რამდენიმე დღის უკან პრემიერად წოდებულია სხელის მონაბიჯი კობახიძე, იმ როგორც უწოდე მადამ ტუსოს მუზეუმიდან გაქცეული ცვილის ფიგურა ოჭორიშვილის ქალთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი ქვია კალბატონს იმყოფებოდა ტაჯიკეთში ემამალი რახმონის სამშობლოში ყირგიზეთში მანამდე იყვნენ ანუ არსად წასასვლელი არ დარჩა და დაიარებიან შუა აზიის იმ ქვეყნებში სადაც არავინ არ დადის და რომლებსაც არც ერთ დემოკრატიული ქვეყანა არ კონტაქტირებს იმ სიხშირით და იმ სიყვარულით, რასაც ესენ აკეთებენ. ამით ცდილობენ, რომ ჯერ დაარწმუნონ ხალხი, რომ თითქოს მათი საქმე მთლად დამთავრებული არ არის და ფიქრობთ, რომ აი იწყება სამყარო ევროპა, ამერიკით და დემოკრატიით და მთავრდება ამით, აგერ არის ტოტალიტარული შეუცვლელი ლიდერები შუა აზიისა, ზოგი შაუბატკნიანი, ზოგი თეთრბატკნიანი, ეგენი ხო იმის მიხედვით იყოფოდნენ ეს თურქული ტომები. ვის რა ფერის ცხვრის პარა ყავდა და ესაც უნიკალური მომენტია, რომ ცხვრი დაიპყრეს რომის იმპერიაც კი ჩვენ ახლა შეიძლება დავაპიაროთ ირონიულად რამე ვთქვათ, მაგრამ ფაქტია, რომ სოფლიო ისტორია დაწერეს ამ ტომებმა. თუმცა ვიმეორებ, ეს რეგიონები ტოტალიტარიზმის სიმბოლოებია და ვინაიდან სხვაგან გასაქცევი აღარ დარჩათ, იქ პოულობენ თავისნაირ ტოტალიტარ დიქტატორებთან თავ შესაფარს და სულიერ სიმყუდროეს ვითარცა მორწმუნენი ჰპოვებენ იგივეს იერუსალიმში ან თქვათ მექა მედინაში. აი ეს სამწუხარო ვითარება, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ შეწყვიტა ჩვენთან პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან. პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი, დიპლომატიური, სტრატეგიული პარტნიორობა, კონტაქტები, თანამშრომლობა არის გადახაზული. მაგრამ ეს ურთიერთობა ქართველ ხალხთან არ შეუწყვეტიათ და იგი წავა იმ აღმავალი ხაზით, რაც დიდად დაგვეხმარება აი ამ საშინელი, შავბნელი სისტემის მოცილებაში. თანაც რაც შეიძლება ჩქარა, რადგან ყოველი დაგვიანებული წუთი, წამი, საათი, დღე, კვირა, თვე და წელიწადი არის საუკუნეებრივი ჩახეთქება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის ისეთ ორმოში, ისეთ ფსკერზე, საიდანაც შეიძლება უფრო და უფრო გაძნელდეს ამოსვლა, დიდი მსხვერპლის ფასად ამოვიდეს. დიახ, ეს გამახსენდა იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი გნიასია ატეხილი დასანქცირებულ ტელეკომპანია იმედზე, რუსთავზე, ამ სექსუალური მოძალადე რამიშვილის არხზე, ამ გაურკვეველი ვასიკო მაღლაფერიძის საზოგადოებრივ არხზე, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებთ 100 მილიონი, ის CNN-ს არა აქ ამერიკის ბიუჯეტიდან ამდენი დაფინანსება. და დღედაღამ სხედან იქ ჰაინდრავები, ვოლსკები, ზარქუები, სამხარაძეები და რეჟიმის ყველაზე შავბნელი და ბინძური მეხოთბეები ივანიშვილის ფეხის დამბანელნი და მოსქვავენ ხალხის უმადურობაზე და ამ გაკოტრებული, გაქუცული დიქტატორის სიდიადეზე. ხო, მათ ამცნეს ეს ტაჯიკეთის ვიზიტი, როგორც უდიდესი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა და ამ დროს ტარდება კონფერენციები ევროკავშირის გაფართოებაზე აგერ ახლაც ამ დღეებში, ამოვარდნილი ვართ საერთოდ გასაფართოებელი ქვეყნების სიიდანაც კი შეიძლება არ მიგიყვნენ ევროკავშირში ამ წუთში, ან кайხანი, მაგრამ იქ დაფინანსება მოდის, მილიარდები, პრეფერენციები მოდის, საოჭრო შეღავათები მოდის, საგანმანათლებლო ლიმიტები და პრეფერენციები მოემართება, სამუშაო ადგილები, ხალხის
უფრო თავისუფლად გადაადგილება, შრომითი ვიზები, ეს ყველაფერი სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალს. და დღეს უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ხალხისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მუშაობ თუ ეს ასე არ მოხდეს და პირიქით ეს მართველი ელიტა იქნას მოხრჩობილი ფინანსურად სავიზო სანქციები ადევს უკვე ევროკავშირში. ხო, ამერიკასთან ცოტა სხვანაირად წავიდა საქმე, ეთქობა ტრამპი ახლა მოგეხსენება ძალიან ალერგიულია ემიგრანტების მიმართ. არ დავეუბნებოდი ამ ჩვენს ქართველებს, აი ყველგან რომ შეცდომა უნდა დაუშვათ. აღთვალებულები იყვნენ ტრამპით, რომ ტრამპი, აი გადაარჩენს ამერიკას და ყველას იმედიდან ფარვე კონსერვატორული, ეროვნული და რა ვიცი. რამდენიმე შემთხვევაში ეგ მიუხედნის აეროპორტში ჩვენი ქართველები ამერიკაში მცხოვრები. მე უთხარი მაგათ რომ დაგიდგებათ საქმე და გამოსაქცევად იქიდან და გამოსაგდებათ. ის აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ეგ დროს დადგა. და უფრო მეტიც შეგვიყვანეს ჩვენ იმ 50 ქვეყნის სიაში ამერიკის მთავრობამ, რომელიც მოქალაქეებზე სამოგზაურო ვიზები გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ $15,000-მდე გირაოს სახით დატოვებ თანხას ბანკში და მე ის ანგარიში გაიყინება და რო ჩამოხვალ, მე დაგიბრუნდება. ესეთი ნუსხა და ამგვარი მიდგომა რუსეთის მიმართ არ არის. რუსეთის მოქალაქეების ეგეთ რამე არ არის. არც აზერბაიჯანის, არც შუა აზიის, ჩრდილო კორეა, ირანი, რა ვიცი, რაღაცა კამერუნი, რაღაცა აი ესეთი ქვეყნები და იქ შევედით. ახლა ამაზე გვაქვს ჩვენ სერიოზული. რა თქმა უნდა, ესაც ივანიშვილის რეჟიმის პირდაპირ შედეგია მის საქმიანობის, როდესაც ქვეყანა გადააქცია ანტიამერიკული პროპაგანდის ცენტრად და ღერძად შეიძლება ითქვას. ხო და ახლა იქ გადაჭარბება მოუვიდათ იმ გაგებით, რომ აქ ხალხი ზარალდება უკვე ევროპულ შეზღუდვებში და სანქციებში დაზარალდა ელიტა. იმიტომ რომ მათი დიპლომატიური პასპორტები გაუქმდა და განიველირდა. აი ამერიკულ რეგულაციებში უკვე ხალხი ზარალდება, რადგან ახლა მე კიდე 10 წლიანი ვიზა მაქვს ამერიკის, მაგრამ არ მქონდეს ეს ვიზა. $15,000 და დამეტო გირაოზე და აგერ ვიზიტი ვერ გამიკეთებია, რომელიც არის სასწაულად აუცილებელი იმისათვის, რომ რეჟიმის ფინანსური სასანქციო მოხრჩობა დაჩქარდეს, დაგვირგვინდეს. სასწაულად აუცილებელია და მე გთხოვეთ არაერთხელ, რომ ამ ვიზიტის ორგანიზებაში დაგვეხმარეთ მასობრივად მთელი ქვეყანა, მთელი ხალხი ჩარიცხეთ, რაც შეგიძლიათ, რომ შევძლოთ ჩასვლა მე ვაშინგტონში და ჩამოვიტანა ის ამბავი, რაც ყველა თქვენგანის გულს გაახარებს და მომავლის წინსვლას დააჩქარებს. მაგრამ უფინანსობის გამო არც ერთი ეს სახედაკარგული გახცნილი ბიზნესმენი არ გვეხმარება და არ გვიდგა გვერდში, ასაბუთებენ რომ ეშინიათ, რისი ეშინიათ, ადრე თუ გან მაინც ყველა დავიყოცებით, ხო? რა უნდა დაემართოთ, მაგათ იმაზე უარის რაც ქვეყანას დაემართა, რა თუნდაც საკუთარი სიმდიდრე და ქონება ქვეყანაში, რომელიც უკვე დაშლის და გადაშენების პირზეა. ამიტომ აი ეს ბიზნეს ელიტა უნდა იქნას გახვეტილი პოლიტიკიდან და ბიზნესიდანაც მათ შორის. ამის თაობაზე ახლა ჩვენი პროგრამა იცით, რომ უნდა ჩამოერთვათ ეროვნული ქონება, რაც მეიტაცეს, ის დაბრუნდეს სახელმწიფოს ხალხის საკუთრებაში, ელექტროენერგეტიკა, ოქროსაბადო, მარგანეცი, ბათუმის სპორტები, ყველა პორტი, აეროპორტები, რკინიგზა, ელექტროსისტემა, გაზით მომარაგების და განაწილების სქემები, ის შემოსავლები ბაქო-ჯეიჰანი, შახ-დენიზი, ყველაფერი უნდა იყოს სახელმწიფოს და ხალხის კეთილდღეობაზე წარმართული. ეს რამდენიმე მილიარდია, რომელიც საქართველოს აი გაგებით ააფეთქებს და როგორც რაკეტის ძრავი ფეთქდება, რომ აიყვანოს ორბიტაზე, აი ესეთი აღმშენებლობით აფეთქება მოხდება. როცა აი ამ ელიტას მოიცილებ და ამაზე გამახსენდა, რომ ესენი რა თქმა უნდა არ გვეხმარებიან. ქვეყნის გარეთ მე სად შეიძლება რომ ეს თანხები მოვიძიო, მაშინ უნდა ვიღაცის გავხდე ან მინიმუმ გავლენის აგენტი ან რაღაცას უნდა ქვეყნის ხარჯზე შევპირდე. ამიტომ მე ძალიან გთხოვთ მაქსიმალური მობილიზებით გაიღეთ თანხები, რომ ეს ვიზიტი ჩემი დახორციელდეს და შედგეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც შეიძლება ჩქარა, რადგან არის რაღაცა საკითხები, რომლებიც ჩვენს გარეშე, როგორც სანქციების ინიციატორების გარეშე არ წყდება და ვერ წყდება. ახლა მე დეტალებს ვერ გეტყვით, რადგან აი ამ რეჟიმს ისედაც ისეთი
გამახვილებული სმენადობა აქვს სოციალებში და მასმედიაში იმ დონეზე რომ ვიღაც ხალხს დაუწყევლია ბიძინა ივანიშვილი და საქმე აღუძურეს და იჭერენ მე მგონი სოციალებში და რა როგორც ჩანს ეს კანონი რა თქმა უნდა თავისთვის მიიღეს რომ მათ ფაქიზი ნერვიული სისტემა არაფრით არ გაღიზიანდეს თუნდაც მათგან განწირული და განწარებული ხალხის რისხვით რომელიც გამოიხატება ეს ტექსტებში რისხვის ტექსტებში რომელშიც არ არის არც სიძულული არც ომის გაღვივება აწოლობის გამოწოდება რომ დაწყებლა ვიღაც კალბატონმა ასე მაგათი ტროლები და ბოტები რასაც ანძღავენ მარტო აი ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლამ მქონდა ინგასთან იქ ხო თქვი ამ იმაზე რა ქვია ეს გასიებული საქონელი არის ეს ტალახაძე რომ შეჭამა მითქ საქართველოს ბიუჯეტი და სპორტსმენები უნდა გაიხვეტონ მკვლელი სპორტსმენები პოლიტიკიდან ოლიგარქებთან ერთად და ამაზე ატყდა იმედი რუსთავი თუ კი რამე ქონდა ნიუსაბის აგენტები ათასობით ტროლბოტი განზღავდა წინაპრებიანად ამომიღეს საფლავიდან და მე მაინტერესებს ამაზე არ უნდა ყოფილიყო რეაქცია მარტო იმ ქალბატონმა რომ დაწყებდა გამწარებულმა ქალბატონმა უსახსროთ უსასოლდატოებულმა რომ დაწყებდა ივანიშვილი ამის გამო უნდა დააჯარიმონ ახლა 5000 ლარიდან დაიჭირონ და მათი ტროლბოტები რომ ჩვენ გვანზღავენ და გაგვინებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ და შულს აღვივებენ ამაზე რა თქმა უნდა არანაირი რეაქცია არ ექნება და აი ამიტომ არის რომ შექმნა საკუთარი სახელმწიფო რომელიც მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ხალხი ეშმაკსაც წაუღია აი ეს არის მათი პრინციპი ამიტომ მე ძალიან გთხოვთ არ გეუბნებით ამას იმისათვის რომ თქვა აი მორიგი შეწუხება გამომივიდეს თქვენი სტრატეგიული ჟამია აუცილებლად უნდა განხორციელდეს ვიზიტი ვაშინგტონში ეს შეიძლება მოხდეს თქვენი დახმარებით თუ ჩაგვერიცხავთ რა შეგეძლებათ იმდენს და თუ მოვინდომებთ ვაშინგტონს კი არა დედამიწას 6-ჯერ შემოულის იმდენი თანხის მობილიზება შეიძლება თუ მოვინდომებთ 6-ჯერ შემოულა არ გვჭირდება ერთი გადაფრენა ატლანტიკაზე იმისათვის რომ დაგვირგვინდეს აი ამ რეჟიმის ჟამი უკანასკნელი ძალიან დიდი გამარჯვებით. ახლა კიდევ ჩაუწერა აი ამ ნომერს ანგარიშის ნომრებს და შეეხმიანეთ კიდევ ერთხელ გთხოვთ ემიგრანტებს ჩვენსაც საზღვარგარეთ, ვისაც სამშობლოსათვის უძგებს გული, აქაც ვისაც რა საშუალება გვაქვს, ჩარიცხეთ, დაგვეხმარეთ, რომ მალე განხორციელდეს ეს ვიზიტი. და გადაეცით კიდევ თქვათ სხვა კონტაქტებისა და სოციალური ქსელების საშუალებით აი ეს თხოვნა მეგობრებს და თქვათ იმ კატეგორიას ვისთანაც ურთიერთობა გვიწევს. დიახ რადგან საერთაშორისო მოვლენების შეფასებით დავიწყეთ თქვათ იგივე ამათი უკბილო ვიზიტები შუაზიელ დიქტატორებთან და სხვადასხვა დღეს ქოცურ ბიზნესურ მასმედიაში ალბათ მიაქცევთ ყურადღებას დიდი ყიჟინა და სიხარულია იმის თაობაზე რომ ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი ქირ სტარმერი გადადგა და ახლა თურმე ამოდის ბიძინა ივანიშვილის გზაზე დიდ ბრიტანეთში მეტი არ არის ჩემი რომ ქირ სტარმერის გადადგომას რაიმე უკეთესობა მოხდეს ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის მიმართ იმ ქირ სტარმერისა რომლის მთავრობამ დაასანქცია მათი არაერთი მაღალჩინოსანი და მათ შორის მიაყოლა მათი ტელეკომპანიები და ეს პროცესი გრძელდება მე მივიღე რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისგან მისი ოფისისგან წერილი რომ მუშაობა მიდის მინდა გაითვალისწინონ ამ წერა-კითხვის უსოდინრებმა რომ სტარმერი კიდევ შემოდგომამდე პრემიერი იქნება ხოლო ახალი ვინც მოვა ისიც გახლავთ ლეიბორისტი მანჩესტერის ყოფილი მერი უაღრესად ქარიზმატული პიროვნება რომელსაც პარტია მასობრივად უჭერს მხარს ბრიტანელი ლეიბორისტები პარტიის სახით და ნუ ასია დემოკრატია ახლა იქ რაღაცები ჩავარდა იმიგრანტების ასპექტში მოიკოჭლა სტარმერის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში იქ რაღაცები დაძვირდა გაზი ელექტროენერგია რაც ამორჩეველი ძალიან არესია მონაბესეგა ჩვენ ყოველ კვარტალზე რო აძვირებს ის იმის მსგავსი რა ქვია მუმული ხვაჯი ქვია სამეგრელოში დაუქმევიათ ასე ანუ ვინც მეგრელი გაიგებს რას გულის ვის ნარმანია ივანიშვილის დავალებით რომ აძვირებს ყოველ
კვარტალში გაზ და იმას დენს და ამას ყლაპავთ უკვე 15 წელი და ავიდა რა ვიცი ოქროს ფაზზე ლამის უკვე ისეთი მდგომარეობაა. იქ სულ პატარა ცვლილება ცენტის მიათედებში და უკვე ამ ჩვენს უკმაყოფილება შესაბამისად ახლა 29 წლამდე ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაშია ივანიშვილის და მისი ბანდის გასაგონად ვამბობ, ვინც არ უნდა მოვიდეს პრემიერ-მინისტრად, პოლიტიკა აი ამ გველეშაპის ჭორვილ პუტინიჩის მოხჩობისა გაგრძელდება ამის გარანტიას გაძლევს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ბრიტანეთში რომელი პრემიერ-მინისტრია. პარტიასაც კი არ აქვს მნიშვნელობა, კონსერვატორები რო იყვნენ, შეიძლება უფრო ჩქარა მომხდარიყო ის ტრაგედია რეჟიმის თავს, რასაც მაინც ვერ აცდებიან. მაგრამ შეიძლება ცოტა გარკვეული დაგვიანება. იმიტომ რომ სტანდარტი დემოკრატიის არის ერთი: არჩევითობა, არაკორუფცია, თავისუფლება, გამოხატვის შეუზღუდაობა, მრავალპროფილიანი ეკონომიკა, სოციალური სფეროს უზრუნველყოფა, ადამიანების ადამიანური ცხოვრება თავის ქვეყანაში. თუ ეს არ არის დაცული, ბრიტანეთში ვინც გინდა იყოს პრემიერი, ის აი ესეთი დიქტატორების მიმართ იქნება შეურიგებელი, ამიტომ ტყუილად გიხარიათ თქვენ გაჭირვებულება. ხო, პრემიერი იქნება სადღაც შემოდგომის პირზე ენდი ბერჰემი, ეს როგორც მოგახსენეთ არის მანჩესტერის ყოფილი მერი, რომელმაც თავი გამოუჩინა აი ძალიან თამამი ინფრასტრუქტურული რეფორმებით, აი ტრანსპორტის რეფორმა გააკეთა მანჩესტერი ახლა უზარმაზარი ქალაქია, მსოფლიო ერთ-ერთი საავტომობილო მრეწველობის ცენტრი ისტორიული და ბევრწილად ქმნის მსოფლიო პოლიტიკაში და ეკონომიკაში ამინდს და აი ამ უზარმაზარი მეგაპოლისის ხელმძღვანელობის დროს ბერჰემმა გამოიჩინა თავი როგორც აი მაგარმა რეფორმატორმა, ქარიზმატულმა ლიდერმა და ხალხისათვის საყვარელმა ფიგურამ. აი ხალხში უნდა სიყვარულის გამოუწიოს ლიდერმა. სიყვარულიც კი არა, სიყვარული პირველად. თორემ შეიძლება კაი საქმე გააკეთო, მაგრამ აი მას აი ადამიანის ერბო კარაქიდან ის გემო არ ქონდეს. ანუ ყველა მხრივ შემკობილი პიროვნება იმ თვისებების, რაც ლიდერს უნდა ახასიათებდეს, თუმცა მე მინდა მადლობა გადავუხადო მოქმედ პრემიერს ქირ სტარმერს იმ ხარდაჭერისათვის, რასაც საქართველოს მიმართ იგი ახორციელებდა აი ამ 2 წლის განმავლობაში. მე მქონდა ძალიან სისტემატური მიმოწერები მასთან, მის ოფისთან, მის მოადგილეებთან, ახლაც რა თქმა უნდა ეს ურთიერთობა გრძელდება და ბევრ ამას ახლა ვერ გეტყვი დეტალებს, მაგრამ ვიცი როგორ განიცდიდა საქართველოს ამბავს, ქართული ხალხის პრობლემებს და როგორ იყო მობილიზებული, რომ გვერდში დაგვიგომოდა, დაგხმარებოდა და ის ასევე გააგრძელებს. ახლა პრემიერ-მინისტრები ბრიტანეთის ასე არის კარგებიანი, ცენტრალურ პალატაში იქნება და პარტიის ერთ-ერთ ლიდერად არჩება და შეიძლება ნებისმიერ დროს ისევ მოტრიალდეს პრემიერად. ეს არის დემოკრატიის კანონი, ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა. დღეს ეს ლიდერი ვერ ეწყობა რეალობას და ხალხის ინტერესებს ვერ აღმოყოფილებს, გადგება გვერდზე, მოდის ახალი. ხოლო იმან თუ კიდევ უარესი გააკეთა, ვერ გამოასწორო ვითარება, შეიძლება ისევ ის ძველი დააბრუნოს. აი გარი დემოკრატიის ხიბლი და არა ის რომ ღარიბაშვილი ერთხელ გაუშვა პრემიერობიდან კორუფციის ბრალდებით, მოიყვანა მეორედ ისევ დანიშნა პრემიერად და მე სახში უპოვა მარტო სახში 6 მილიონი დოლარი და ვითომც არაფერი 6 მილიონი დოლარი სტარმერისთვის ეპოვათ ან ნებისმიერი ევროპელი, ამერიკელი პოლიტიკოსისთვის ეს ხო წარმოგიდგენია რა სკანდალი იქნებოდა მთელი პარტიის დაშლა და მთავრობის გადადგომა მოხდებოდა და რა თქმა უნდა იმას დიდი გამოძიებები და მთელი მისი გუნდი ციხეში და ყველაფერი და აქ ეს შეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მისთვის საქართველოს, რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრო და ყველაფერი გაუწიო. თვითონ სტარმერი მოგეხსენებათ, ყოფილი ბრიტანეთის გენერალური პროკურორია, ამ გაგებითაც კოლეგა, დახვეწილი, ძალიან განათლებული პიროვნება და იურისტიც პოლიტიკოსობასთან ერთად. ამიტომ ვიმეორებ, რომ მან დიდი როლი შეასრულა ამ რეჟიმის ბლოკირებაში და ისეთი საზრიგველი ჩაღარა, რომელსაც გვერდს ვერ აუვლის ვერანაირი მისი მემკვიდრე და მთლიანად ბრიტანეთის ხელისუფლება. დიახ,
სხვა ახლა მე არ მინდა თემას გვერდია უარო 22 ივნისია ეს არის დღე როდესაც გერმანია თავს დაესხა მაშინდელ საბჭოთა კავშირს ომი გრძელდებოდა 45 წლის მაისის დასაწყისამდე და ამ უზარმაზარ ხოცვა-ჟლეტას შეეწირა საქართველოს 4 მილიონამდე მოქალაქე და მოსახლეობის პროცენტული გაანგარიშებით ყველაზე მეტი მსხვერპლი მსოფლიო ქვეყნების მასშტაბით მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე გაიღო საქართველომ ქართველმა ხალხმა სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, უკრაინელებმა, რუსებმა, ებრაელებმა, ოსებმა, ვინც აქ ვარ და ამ მიწის შვილები ვარ. ეს იყო უზარმაზარი დარტყმა ჩვენს დემოგრაფიაზე, ისედაც პატარა ქვეყნის მასშტაბში ვართ. შობადობა მაშინაც ასე ვთქვათ, ახლა საერთოდ კატასტროფაა და მაშინაც შემცირების ფორმაში იჯდა და ხო წარმოგიდგენიათ თანაც ახალგაზრდები, ვისაც ოჯახი უნდა შეექმნა, ბავშვები გაეჩინა, ისეთი იდეური ვაჟკაცი, გაბედული, ეს ხალხი შეიწირა ამ ომმა და ალბათ ვერასოდეს ის ჩვენი გმირები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ გავიდოდა წლები და მათი უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ქალაქში შეგრიალებოდნენ რუსული ტანკები, მე იქიდან 2 ტანკი კურსს აიღებდა ქსნის ხეობისაკენ და ჩაგეტავდა ოძისთან თიულეთს, ქსნის ხეობას, თიულები, ჩვეულებრივი მთიელები არიან, თიულები როგორც არაგვის ხეობაში, გვარებით კი ემთხვევა სულად ერთმანეთს და არასოდეს იქ დამპყრობელი არ შესულა, ეს არის ქსნის ერისთავების სავანე, მაგარი ხალხის კუთხე და იქ მოკლედ დადგებოდა 2 ტანკი და მთლიანად მოგწყვიტავდა აი ამ სივრცეებს საქართველოსგან და შეეცდებოდა ჩვენი გულებიდანაც კი მოეწყვიტა და ეს ცდილობები ახლაც მიდის, როცა უქმდება ქაღალდში, ცხინვალში, ახალგორში, გაგრაში, ქართული სკოლები, უქმდებოდა აკრძალულია ქართულად ლაპარაკი საუბარი და პირდაპირ მიდის ჩვენს თვალწინ გენოციდი ქართული ხალხის და აი ეს ამ არაფერი დაუგრძელი არ რჩება ქვეყანას. არაფერი. არც პიროვნების მიმართ, არც სახელმწიფოს მიმართ, არც პოლიტიკური მოძრაობისა და მიმდინარეობის მიმართ ჩაიდან სოდვას სამაგად და ასმაგად გადაგეხდებოდა. ხედავთ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა აქ სიამოვნებს კიევის დაბომბვა, არც მოსკოვის დაბომბვა სიამოვნებს, მაგრამ იბომბება მოსკოვი. და მყინვარიდან გამორბის მოსახლეობა იქ არტაკიც კი დაიკეტა ბავშვთა ბანაკი ადრე პიონერთა ბანაკი ერქვა. აი ეს ომი მივიდა მოსკოვში. არ დაგვინდეს ჩვენ გაგწილოს, ხო? ის ქვეყანა, ის ხალხი, ვინც შეცდიდა თავის საუკეთესო შვილები და ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო იმისათვის, რომ ფაშისტები არ შესულიყვნენ მოსკოვში. ხოლო ევროპა განთავისუფლებული იყო ამ მიხაკისფერი ჭირისგან და არ დაგვინდო ჩვენ მაგ ქვეყანამ და თვითონ მიადგა მას ცეცხლი და ომის საფრთხე. აი ესაა რომ არასოდეს ვიმეორებ არავის ცოდვა არ რჩება დაუგრძელი ზეციური სამართლით, საერთაშორისო სამართლით და საკაცობრიო მორალი და კიდევ რაღაცა აუხსნელი ფაქტორები. დიახ და მე მინდა წუთიერი დუმილი და თავის დახრით ყველა დაუპულს ჩვენს სისხლს და ხორცს, ვინც დაეცა მეორე მსოფლიო ომის ფრონტებზე პატივი მივაგოთ.